გამარჯობა ბატონ ლაშას ვესაუბრები. მე კომპანია ზეთის ხილის ბაღებიდან გირეკავთ. თქვენ წარმატებით გაიარეთ გასაუბრება და ორშაბათს 9 საათზე გელოდებით მთავარ ოფისში, რომ თქვენთვის ხელსაყრელ ფილიალში გადაგანაწილოთ. რაიმე კითხვები ხომ არ გაქვთ? არა, ყველაფერი გასაგებია. ორშაბათს მოვალ ოფისში. დიდი მადლობა. რა მაგარია! ჩემს საოცნებო სამსახურში მოვეცხვე. როგორც იქნა ყველაფერი დაალაგდა. ახლა ერთ-ორ თვეში მანქანასაც გამოვიყვან განვადებით. საქმე თუ კარგად წავიდა, რამდენიმე წელში იპოთეკასაც გავაკეთებ და მერე შეიძლება ახლავე, რას აბრახუნებთ? ნუ ჩამოიღეთ ეს კარები. ლაშა არაბულს ვესაუბრებით? დიახ, რა ხდება? მშვიდობაა? დიახ, მშვიდობა. კომისარიატიდან გაწუხებთ. თქვენს სახელზე გაწვევა. თუ ერთი კვირის განმავლობაში არ გამოცხადდებით კომისარიატში, ეს ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის თავისარიდებად, რაც დანაშაულია და გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით. მანამდე კი გთხოვთ, ხელი მოაწეროთ აქ, რათა დადასტურდეს, რომ ჩვენ თქვენთან ვიყავით და თქვენ ჩაიბარეთ შესაბამისი უწყება. აბა, კარგად და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მერტო, რა შევწოდე ასეთი? რას ვაკეთებ არასწორად, რასე რომ სჯი? თითქოს რაღაც კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში. გამიხარდა. უკვე გეგმები დავალაგე. 2 წუთიც არ დამცალდა, გამეხარა და იქვე ჩამომეშალა ოცნების კოშკები. ახლა რაღა მეშველება. ამ სამსახურს ჯარის გამო ვერ დავკარგავ. იქნებ ბრტყელი ტერფის გამო მაინც დამბრაკომ. თქვენ ხელა რომ ვიყავი, მე უკვე ავღანეთში ვომობდი. თქვენ კიდე 1 წელი ყარაულად რომ იყოთ მაღაზე წუწუნებთ. ეს რა ჯარია. 3 დღეში ერთხელ გამოდიხარ, დანარჩენი დღეები სულ სახლში ხარ. დიდი ამბავი. თავი შეიწუხო სამშობლოს, როცა ჭირდები. კი, მაგრამ ავღანეთში ძალით ხომ არავის წაუყვანი ხართ. თუ ეგეთი კარგია ჯარი, თქვენმა შვილმა იმსახურა? ჩემი შვილები, დედის ერთები არიან. ოფილიკავი შენც დედის ერთა და არავინ შეგეხებოდა, ვინ გიშლიდა. რაღაც მევაჭრები. ხვალ 9 საათზე მოხვალ მეტკომისიაზე. ახალგაზრდა მობრძანდით, აბა ვნახოთ შენთან რა ხდება. რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა ხომ არ გაქვს? იცით, მე ბრტყელი ტერფი მაქვს და წელზე პრობლემები მექმნება და მაგას მეტკომისია გადაწყვეტს. შენ აქ მომიწერე ხელი და ხვალ 9 საათზე მობრძანდები. შემდეგი მობრძანდეს ლაშა არაბული. შენ ხარ? დიახ. შემოდი ჩემთან კაბინეტში. აბა, ახალგაზრდა, ვნახოთ თქვენთან რა ხდება. რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა ხომ არ გაქვთ? იცით, მე ბრტყელი ტერფი მაქვს და დიდი ხნით ფეხზე დგომა არ შემიძლია. წელი მტკივდება. და მე მგონი სამხედრო სამსახურისთვის გამოუსადეგარი ვარ. გამოუსადეგარიო. მაგას მე ვწყვეტ, გამოუსადეგარი ხარ თუ არა. მეკობრეებს საერთოდ ფეხები არ ჰქონდათ და ხის ფეხებით ბრძოლობდნენ. და შენ კიდე, სამშობლოს როცა ჭირდები, ბრტყელი ტერფის გამო ყარაულად გასვლა არ გინდა. არაფერი გიჭირს. 1 წელში არ მოკვდები. ახლა გაიხადე მთლიანად. მთლიანად
რატომ უნდა გავიხადო? რა საჭიროა? რა იყო რისი გეშინია? მიდი დროზე ჩაიხადე, არ მაქვს მაგდენი დრო. ეხლა ცოტა გეთკინება. აა